დღეს მივდივართ წიგნის მაღაზიაში. ძალიან ბევრჯერ ვახსენე, ალბათ ყველაზე ლამაზი წიგნების მაღაზია, რაც კი ზოგადად მინახავს, Fully Booked-ი და დღეს მინდა რომ განახოთ მისი ყველაზე დიდი ფილიალი და კარგად დაგათვალიერებინოთ და განახოთ რა საოცრებები იყიდება იქ. წავედით. ეს მაღაზია შედგება 3 სართულისგან. ახლა ვართ პირველ სართულზე. არის უამრავი წიგნი. პირველ სართულზე არის უმეტესად მხატვრული წიგნები და რა თქმა უნდა დავათვალიერებთ მეორე და მესამე სართულსაც. ეს წიგნი მაქვს სიაში, მაგრამ ჯერჯერობით ამის წაკითხვის მეშინია, იმიტომ რომ ამბობენ რომ ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი წიგნია სამყაროში. ნახოთ. აქ არის ასეთი თრილერების კუთხე. ფრიდა მაკფედენის ძალიან ბევრი წიგნი დევს, როგორც ხედავთ. მარტისვეში წავიკითხე Never Lie და ამაზე აუცილებლად მოგიყვებით, ბევრი მაქვს სასაუბრო. ძალიან ბევრი საინტერესო წიგნია. გადმოვედით კლასიკის ჟანრში, აქ არის პინგვინის გამოცემაც და მინდა რომ კარგად დაგათვალიერებინოთ, იმიტომ რომ ულამაზესი ყდები აქვს ამ წიგნებს. ჯონ სტაინბეკის ედების აღმოსავლეთით, ასევე არის ჩემს სიაში და ძალიან მაინტერესებს. და ტრადიციული პინგვინის გამოცემა. ეს წიგნი მაშინებს. ამ მაღაზიაში არის უამრავი გამომცემლობის წიგნი. არის კლასიკური გამოცემებიც, არის დელუქს ვერსიებიც და ალბათ ახლა ხვდებით რაც დუნებას ვუძლებ ხოლმე ყოველდღიურად, იმიტომ რომ სახლიდან აწუჩი მაქვს ეს მაღაზია და რთულია აქ თავის შეკავება, მაგრამ აი აქ სიარული არის ჩემთვის ცალკე რიტუალი და მაბედნიერებს. ახლა მინდა განახოთ ძალიან საყვარელი კუთხე. ხრთა, სხვათა შორის მოუბარმა გადმოთარგმნა, ძალიან მიხარია, ეს არის ჩემს სიაში, წელს აუცილებლად უნდა წავიკითხო და ხევლის წიგნი, რომელიც ასევე ძალიან მაინტერესებს. ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი კუთხე, აქაც არის ძალიან ბევრი საინტერესო გამოცემა
და მოდი დავათვალიეროთ. ემილი ჰენდრის წიგნები, როგორც იცით, Book Lovers ძალიან მომეწონა. Happy Place-ი არა, მაგრამ შანს კიდე მივცემ და შემდეგი წიგნი იქნება People We Meet on Vacation. აქეთ გადავედით უკვე რომანტიზმის ჟანრში. ნახეთ რა ლამაზი წიგნებია. რა თქმა უნდა, გვაქვს ჰარი პოტერიც. სამეფო კარის თამაშებიც. სხვა შორის ეს წიგნი მაინტერესებს და ნახეთ რა საყვარელი გამოცემაა. ესეც არის ქართულ ენაზე. ჯერჯერობით ლიმ პეინტერის არაფერი არ წამიკითხავს, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, ძალიან აქებენ. ძალიან არ მიყვარს, როდესაც წიგნებზე გადააქვთ ეკრანიზაციის პოსტერები. და ასეთ წიგნებს არასდროს არ ვყიდულობ. ახლა მოვედით მეორე სართულზე, აქაც არის მხატვრული წიგნები უმეტესად და გარდა ამისა არის დელუქს გამოცემები, რომლებსაც დაგათვალიერებინებ, ეს არის ჩემი საყვარლესი კუთხე. გვაქვს ჰარი პოტერის კუთხე. ეს გამოცემა, რომელიც ბოლოს შევიძინე. ნახეთ რა სილამაზეებია აქაც. აქ გვაქვს Powerless-ის კუთხე. ეს ის გამოცემა, რომელიც აქ შევიძინე. შიმშილის თამაშების სერია. სხვათა შორის მე ჯერჯერობით არ წამიკითხავს. აი ეს გამოცემა მომწონს საოცრად. ძალიან ლამაზია. როგორც კი გავიფიქრებ ხოლმე, რომ აი მე მგონი უკვე ნორმალური რაოდენობის წიგნი მაქვს წაკითხული და ასე თუ ისე ვიცნობ თანამედროვე ავტორებს, შემდეგ შემოვდივარ ხოლმე აქ და ხვდები, რომ საერთოდ არაფერი არ ვიცი. და წინ კიდევ ძალიან ბევრი წიგნია. ასევე ულამაზესი გამოცემები კლასიკის. სიამაყედაც სრულწმენა ამ გამოცემას შეხედეთ უბრალოდ. ქარიშხლიანი უღელტეხილი. პატარა ქალები. და ნახეთ ფრანკენშტეინის რა ლამაზი გამოცემაა.
ჩემ თავთან ესე შევთანხმდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან ბევრი წიგნი, რომელიც მიყვარს და არის ძალიან ლამაზი გამოცემები, მაინც ვცდილობ, რომ უფრო მეტად სიახლეებს გავეცნო ხოლმე და თუ რამეს ვყიდულობ, ისეთი იყოს, რაც ჯერ წაკითხული არ მაქვს. თუმცა მაგას რა თქმა უნდა თავისი რისკიც ახლავს. შეიძლება ისეთი წიგნი ავარჩიო, რომელიც საბოლოოდ კარგი არ გამოდგეს. და აი ესეც გასაჭირში ვარ. მოდი ავიდეთ მესამე სართულზე. აქ არის უკვე ბიზნეს ლიტერატურა და self-help-ი. გარდა ამ საოცრებისა, რაც აქ ხდება, დამატებით კიდევ დააგვირგვინა ფული ბუქთმა და გახსნა კაფე. ყველაფერი არის დაყოფილი სექციებად, გვაქვს მაგალითად ბიზნესის სექცია, ეკონომიკა, ლიდერშიპი და ასე შემდეგ. მე მგონი გამორიცხულია აქ ადამიანი შემოვიდეს და მისთვის საინტერესო წიგნი ვერ იპოვოს. იმდენად კარგად აქვთ ყველაფერი გაკეთებული, რომ ჩემთვის აყოფნა არის ცალკე სიამოვნება. აქ გვაქვს ბიოგრაფიების სექცია. შესვენების დროა. როგორც ხედავთ, ამ კაფეში აქვს ძალიან სასიამოვნო გარემო. აქვე არის რამდენიმე წიგნი, რომელიც შეგიძლია აიღო და წაიკითხო და ახლა გავაგრძელებ ჩემი წიგნის კითხვას. ამ ეტაპზე ვკითხულობ კრისტინ ჰანას 4 ქარს და სადღაც 20% მაქვს დარჩენილი. აქ არის ესეთი უსაყვარლესი აზიური კუთხე.
და მეგონი ყოველ მეორე ყდაზე არის კატა. ძალიან უყვართ კატები. ეს სერი არ წამიგითხავს Before the Coffee Gets Cold. სხვათა შორის ძალიან გაყოფილია აზრი, ზოგს ძალიან მოსწონს, ზოგს საერთოდ არ მოეწონა და მეც ჯერჯერობით არ ვიცი მინდა თუ არა დაწყება. Heated Rivalry. სერიალი ვნახე და ძალიან მომეწონა და ვფიქრობ ხომ არ წავიკითხო. აქ არის რომანსის ჟანრი. და მივედი ბესტსელერების კუთხესთან და მოდი ვნახოთ რა წიგნებია ბესტსელერებში. დიდი იმედი მაქვს რომ Fully Booked მოგეწონათ. პირადად ჩემთვის ეს არის საუკეთესო წიგნების მაღაზია, სადაც ვყოფილ ვარ. მუდმივად აქვთ სიახლეები, როგორც კი რაღაც წიგნი გამოდის, ეგრევე ამათ თაროებზე. ძალიან საყვარელი კონსულტანტები ყავთ და გარდა ამისა ძალიან მომეწონა ეს კაფე რაც დაამატეს. იდეალურია, რა თქმა უნდა, როდესაც წიგნები და კაფე არის ერთ სივრცეში და შეიძლება რომ შეხვიდე, გემრიელი ყავა დალიო და მშვიდად წაიკითხო. მოკლედ ეჭვი მაქვს რომ იქაც ძალიან ბევრ დროს გავატარებ. დიდი იმედი მაქვს რომ ვიდეო მოგეწონათ. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ და არ დაგავიწყეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. გარდა ამისა, გთხოვთ რომ გამიზიაროთ კომენტარებში თუ რას ისურვებდით სამომავლოდ რომ ნახოთ ჩემს ვიდეოებში. ახლა კი გემშვიდობებით და წარმატებულ კვირას გისურვებთ. დროებით!